რაღაცა ქცევა შეიძლება მშობელმა სხვა იარლი მიაკრას და თქვა სხვანაირად შეაფასოს და ამ შემთხვევაში თქვა აი პირობითად ვამბობ რომ აი ბავშვიც ჯიუტია ცოტა კონკრეტულად რომ მივცეთ მშობლებს ეს რაღაცა რეკომენდაციასავით აი როგორ უნდა განასხვაოს მშობელმა რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ქცევა და არის რაღაცა პრობლემა და უნდა მიმართოს თქვათ იგივე სპეციალისტს. გასაგებია. მოდით მაშინ ძალიან აქტუალური რაც არის ხოლმე რეალურად ადრეული განვითარების ეტაპებზე მე არ მინდა რომ ეს მაისური ჩავიცვა. ძალიან ხშირად ბავშვები უკვე თავისით ირჩევენ ხოლმე 2 წლის ასაკი და რა შეიძლება ჩაიცვან. როდესაც ბავშვი აპროტესტებს რომ მე არ მინდა პირობითად თეთრი მაისური და მინდა რომ ვარდისფერი ჩავიცვა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დავყვეთ ბავშვს და მივიჩნიოთ რომ ეს ჩვეულებრივი პროტესტია, როდესაც უბრალოდ იდენტობის გამოხატვა სურს ბავშვს ამ კონკრეტული ქცევით, მაგრამ როდესაც უკვე ბავშვი სოციალურ ურთიერთობებს ერიდება და ვერბალურადაც აღარ გვანიშნებს იმას, რომ მე ეს არ მინდა, რაც ახლა მოცია, აი აქ უკვე რეალურად პრობლემა შემოდის ხოლმე. მაშინ, როდესაც ბავშვები ნაკლებ კომუნიკაციაზე მოდიან ჩვენთან, ან გადაჭარბებული აგრესია აქვთ და ეს გადაჭარბებული აგრესია ცხადია განგრძობითია და თავისი სიხშირე და აქტივობა ახასიათებს, მაშინ უკვე აუცილებელი არის ხოლმე, რომ სპეციალისტი ჩაერთოს ამ კონკრეტულ ქცევაში.